მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვართ G2G-სთან მაფიაში და ამ ყველაფერს რაღაც ახალი გადაცემა დაამატეს, კონტენტი რო შეევსო G2G-ს იმ უაზრობებისგან, რაც გადის ხოლმე კიდევ ერთი უაზრობა დაამატა. და ეხლა უნდა ვილაპარაკო, თუმცა მე გავიჭედე, აღარ ვიცი რაზე ვილაპარაკო და იქნებ შემაშველოთ დიდი ბოდიში. გამარჯობა, მე ვარ ანი და დღეს ვარ მაფიაში მოსული და დღეს ვუპასუხებთ G2-ს ქუდის შეკითხვებს. G2-ს ქუდის, აი ხა დამავწ. მე იმიტომ არ ხალხს საინტერესებს მე რატო ვარ დღეს, იმიტომ რომ ყველაზე დაბალ რეიტინგულ ხალხში მომიყვანეს რომ იქნებ როგორმე შემტევნო MVP-ით და 11 კაცი მოუგო და როგორმე ძალით შემტევნო MVP-ით. ვისაც სიმართლე გაინტერესებს, თუმცა შორიდან ეს ჩანს რომ ვითომ სტუმრად მოვედი. ხო, მე ხო დაბალი ლეველი ვარ და 11 კაცი ვთქვი, კონკრეტულად არ მithქვამს. ჩემს გარდა 11 კაცი არის დაბალი. მათ შორის დიდი ბოდიში რაბა შენც. და შენ ლეველი გააქვს? არა. რა ხარ აღარ გათქვევინებ, უკვე ვიცით. მე ვაძენი G2-ს რენდომ თემა. ქუდის თემა. G2G-ს თემა. მაგრამ პრინტერი ისე არა. სადგისი. რაო? ვერ გავიგე. სადგისი. სადგისი? ხო. სადგისი რა არის? აი სადგისი. მანახე რანაირად წერია? ერთი სიტყვა წერია. სადგისი რა არის სადგისი? ზედადგარი. პირველად გავიგე ეს სიტყვა. სადგისი არის ესეთი ხისტარი აქვს და წვეტი აქვს, მახათი არა, აი მახათის წვერი აქვს, ხის ის არის, ადრე იყენებდნენ ხოლმე სადგისად, რა ვიცი როგორ იყენებდნენ. რისთვის იყენებდნენ? რო ჩაერჭოთ, ხო, რა, მე ვიყენებდი ხოლმე, რო ვქსოვდი თვალი რო ჩამებრუნებინა მაგალითად და იყო როგორც იარაღი რა, ხისტარი აქვს და ნევსი გამოდის. ხისტარი აქვს და ნევსი გამოდის. აი, რა ვიცი. დანა ოღონდ დიდი ხნის ხმარების მერე რომ დაწვრილდება, აი ეგ არის სადღისი. ბარიატრია 22-ის. აი ხა მე დამერხ. 22 წელს სადღისი არ მეჭდა. ბარიატრია, ბაზარი არა. რა არის? არიცი ბარიატრია? მოწონს, თვითონ არიცო და ეხლა მე ვიცი. ბარიატრია არის კუჭის ოპერაცია. ვსო, იასნა. რო ეზარებათ ვარჯიში. მიხვდე. ხო რა. არ არის. ბევრ ადამიანს ზართულად 2000 ლარი დურთე. ხო? რა 2000 ლარი გადავა. 2000 ლარი ის გორში ჩემთან. უბანში აკეთებენ, ანუ მართლა დაიხვეწე თურქი ტიპი არის, რომელიც ჩამოვიდა და ჯერ ტრაილერზე მუშაობდა, ეხლა ბარიატრიაზე მუშაობს ეზოში. გაგიკეთებია? ყოველ კვირა თითქმის მე ბარიატრიას ვიკეთებ. ბარიატრია რომ ქონდეს გაკეთებული, ესე დიდარივით არ ვიჯდებოდი ეხლა. აბა ყოველ კვირას ვიკეთებო? არა, თვითონ თურქს ვიკეთებ ყოველ კვირა. სად? ანატომიაც არ გისწავლია, სადგისი არის არა. ადამიანის ანატომიას არის, ანუ თურქს კი არ ვიკეთებ. ეგ თქვი და თურქს ვიკეთებო და სად იკეთებოდ გიკითხე. თლიანი თურქი ზომით ძალიან დიდია. თურქებსაც აქვს კონკრეტული რაღაც წერტილები. ხო, რა წერტილს იკეთებ და სად იკეთებ? სადგის, თურქის სადგის ვიკეთებ. სად იკეთებ? რობელს პატარას თუ დიდს? შენ უნდა გადაწყვიტო. ადამიანს ბაში მითხარი სად იკეთებ და მე მივხვდები. ჩემთვის ეს ბურთი არის დიდი. შენთვის შეიძლება ძალიან პატარა იყოს, ხვდები, სხვა წყვეტს ამ ყველაფერს. მე ვერ გადავწყვეტ. ხო და ადგილი მითხარი სად იკეთებ და მივხვდები რომელი. ეზოში ჩემთან თქო. სად? ეზოში სახლის წინ. ანატომია ხო ახსენე. ეგ იმიტომ ახსენე რომ ცხენები ხიხვინებენ. არა, მეფეო ხალხი გელოდებათ. 6x6 რამდენია? 5x5 25-იანი მინიმუმ. ეხლა რომ გავყვეთ ეგრე. თითო 6 ხორჩება აქეთ იქიდან. ქვეშ მიწერის უნდა მიუმატო. ეგ ჯერ უნდა აიღო. 5x6 რამდენია? 5x5 ხო ის რამდენია? 5x6 რამდენია? 1x6 18. 12. 2 უნდა აიღო. 18 რები მოვაშორეთ. 10-ები ჯერ 20, 20 ჯერ არის 36. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლენკა და ამ სეზონში მაფიას ვთამაშობ მეორედ რა. წინა გადაცემაში კი ძალიან კარგად ვითამაშე, ძალიან არგუმენტირებულად, მაგრამ არ მეყვა გასამარჯვებლად და დღეს იმედია რომ რაღაცნაირად სხვანაირად აწევა ჩემი ბეტი რა. გვერდით მიზეს რანკა, რომელიც გავიცანია წეღან. აი აქ ვიჯექი არტურას ლოგისთვის რაღაცას ვიღებდი, შემოვიდა ნანკა, მეთქი ვახ ნანკა გენაცვალე როგორ ახარ და აი ესე გავიცანი რა, ხო და ამებს ვაკეთებ მე. ანუ ამ ინტერვიუებს ძირითადად მე ვგეგმავ რა და მე გადავწყვიტე რომ შენთან ერთად ვდარიყავ. იმიტომ რომ ხვდები ხოლმე TikTok-ზე ან YouTube-ზე, ისე იმას ვფიქრობ ხოლმე რომ მეთქი ვარ ასაყვარელი გოგოა, მეთქი ძალიან ტიპაჟურა, ძალიან მომწონხარ რა. მოგედი. ხო და ეხლა ძალიან გამიხარდა რომ გაგიცნობ. მეც ძალიან მომწონხარ და თვალები გაქვს ისეთი რომ ცოტა. ვაუ. დამატყუებელი მართლა ჩემო. მე ვარ ნაკაგვარი. პირველად თამაშობ მაფიას. სიმართლე რომ გითხრათ, არ ნერვიულობ, მაგრამ იმაზე ნერვიულობ, რომ შეუძლიათ რომ ძალიან მარტივად მომისროლონ და
გამაგდონ და ჩემი სიმართლე ვთქვა თვამბობ ვერ დავიცვა თუ ვიქნები მართალი ქალი. შევეცდები რომ ყველა ჩემ როლში ვიყო მართალი ქალი. მაგ ნაწყვეტ ნანახი, იმიტომ რომ ყოველთვის მეძინება, როდესაც ყურებას ვიწყებ, ეს არის ჩემი პრობლემა, ძალიან დიდი, მაგრამ მე დღეს არ ჩამეძინება. თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი პოზიციები რა. რა როლიც არ უნდა იყო. მარტო შენიც ეგ როლი რა. აი სულ რომ მაფიოზე იყო და დეტექტივმა გითხას რომ შავად გადაგამოწმო, მარტო შენიც რა შავი ხარ რა, შენ უნდა იყიდევ რა. ნუ არ ვარ, სიტყვები, რაღაც უნდა დაიწყო ხოლმე და ძალიან მაგარი იქნება. ხო, თავარი ეგ არის, რომ ხო უბრალოდ აი იცი რაზე მეშლება ნერვები რა რისთვისაც მეყურებია ყველგან აი დეტექტივს აგდებენ, ან რაღაც მოკლედ აი ცოტა ერთმანეთს არ უჯერებენ რა. პატიოსნებისკენ ხარ ხოლმე, ანუ როცა უყურებ. ხო. შენ მაფიოზებისკენ ხარ ხო? ძველ ვერსიაში პატიოსნებისკენ ვიყავი სულ რა, მაგრამ ეხლა დაემატა იაკუძა და შოგუნი, ადრე არ ყავდნენ ესენი რა, და რაც იაკუძა და შოგუნი დაემატა, სულ და ნეგატიური კარტებისკენ ვარ. ან მაფიოსკენ, ან იაკუძისკენ. იმიტომ რომ უფრო ასწორებს რა, რომ ატყუებ ხალხს და საინტერესოა ბევრად, ხო? ბევრად საინტერესოა. მეც ახლა ალბათ ყველას უნდა რომ მაფიოზი იყოს აქ. არა, სხვათა შორის. ვინც მოდის ხოლმე, უნეტა პატიოსანი მეყო და ეგ რაღაცებს იძახიან ხოლმე და მე მოზდით ჩავიკარტე, ანუ მაფიოზი ან იაკუძა და ვეღარ თამაშობენ, იმიტომ რომ განწყობილები არიან პატიოსნის კარტისთვის და შენ ყველაზე ცუდისთვის უნდა იყო მზად. ჯითუს ქუდის თემა არის თევზაობა. ვახ, თევზაობაზე მაგ მე ტრამბო. რა ტრამბო? იმიტომ რომ მე ჩემი დადიოდა ხოლმე ხშირად სათევზაოდ რა და უფრო მივყავდით ხა მეც მიხარობდა რომ მეთქი არა მაგარი ხა სადღაც წყალთან ახლოს ოჯახთან ერთად და აი იქ ვიყავი ხოლმე შუაგულბზეზე 6 საათი ვიწვებოდი, ცხელოდა, თევზებს იჭერდა, გაუჩერებოდა, სახში ვეღარ მივდიოდი ხოლმე და ვიწყენდი და მაგიტომ აქ ტრამბო და ეხლა აღარ დავყვები. მე მამაჩემზე მოგიყვე ანალოგიური ისტორია, ოღონდ არ არის ანალოგიური საერთოდ. მამაჩემი და თევზაობა არის მარტო რა თემა. მთელი ცხოვრება ამ პირდება რომ სათევზაოდ წამიყვანს. მთელი ცხოვრებაა და მეუბნება რომ სეტყვას უნდა დაველოდოთ. ეგრეა ზოგადად არც კი ვიცი რომ სეტყვის მერე თევზი თითქოს სიმაღლეზე ამოდის თუ რა შვება არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი სეტყვა იყო არც ერთხელ არ წამიყვანა და სულ ველოდები ამ თევზაობას ბოლოს ლისზე ავალ და იქ ანკესით ვნახავ ალბათ დღევანდელი ჯითუს ქუდის თემა არის გვარები ეს დავწერე შენს ანუ ამებსაც ჩვენ წერთ რა მე და გეორგი და სტუმრების მიხედვით წერთ ხოლმე სიტყვებს რა ხო და შენზე გავგახსენ და გვარები ხო და თქვენი გვარის წარმომადგენელი ცნობილი ადამიანი თუ გყავთ არა. ჩემი გვარის წარმომადგენელი არა. ცნობილი? არა. მე ხომ გვარი ხართ? მე გვარი ვარ. და სხვა გვარები არ არსებობენ. ცნობილები. აუ არა. იცი ჩემი გვარი იცი რა არის საერთოდ? დადეშქელიანი. გვარი არ ხარ გვარად? ნახე, მე ვარ დადეშქელიანი. უბრალოდ სისხლის აღების დროს მოუწიათ ჩემებს რომ გვარი გადაიკეთონ და გაიქცნენ, გაიხიზნენ და მე ჩაუწერეს გვარიშვილი. იმიტომ რომ ამათმა ვიღაცამ კითხა რომ როგორ ჩაგწერო საბუთებში როგორ გადაგეკეთო გვარიო და კაი გვარიშვილი ჩაწერეო და მაგის მერე ვარ გვარიშვილი. საინტერესოა. მე ჩემგვარს არ აქვს ეგეთი ისტორია. ხო, ნუ ჩვენ ყავდნენ და სხვა გზა არ იყო გადავიკეთეთ რა. აუ, საზაყრლობა რა. გვარი. აუ, ყველა ყდებოდი, შეიძლება არ დავბადებულიყავეო. მე მიხარია რომ დაიბადე და ეს დღეს ნანკა გვარი არის ჩვენთან სტუმრად. გამარჯობა, მე ვარ მარიამ ზარანდია და ჩემს შესახებ, რა ვიცი, ზოგიერთი მიცნობთ, ზოგიერთი არ მიცნობთ, იმიტომ რომ YouTube-ზე ახალი ვარ, შეიძლება არ მიცნობდეთ, ამიტომ ძირითადად ვარ კონტენტ კრეატორი, მიყვარს ცოტა არაორდინალური რაღაცების კეთება და დღევანდელი შოუდან გამომდინარე გადავწყვეტე ცოტა შესაბამისად ჩამეცვა, არ ვიცი, რამდენად შეეფერება ჩემი სტილი მაფიის ღამეს და რაც შეეხება უშუალოდ შოუს, რა თქმა უნდა, მინახავს მაფიის ღამე, მყავს ჩემი საყვარელი მოთამაშეებიც და ბინარი ჩემს სახელებში ცოტა სკლეროზი მაქვს კოვიდის მერე რა და იცი რა პერსონაჟს აღვწერ და თქვენ მიმახვედრეთ ვინ არის ესე ჯობია კი მოქალაქე მე-6 ნომერი იყო რომელიღაცა სეზონში ანუ შავი ფერის კანი აქვს ბიჭს ანუ კაი ბიჭია ძალიან და 2 ნომერს ეკიშპებოდა წინაზე რა რომ ანუ დეტექტივობა დაიბრალა მე გადაირქვა იმ 2 ნომერმა და მე მგონი 1/4-ის მომღერალია მოგესალმებით მეგობრებო მე ეხლა გავახილე თვალები ცოტა ხნის წინ. აი, ეხლა დაგინახავთ თქვენც. და მალე ჩავდივარ კუბოში. ვინ ვარ და ვარ გიგი ქათამაძე.
მიხვდებოდით ექსტრემალი არანორმალური გიჟი რო ვარ და მიყვარს ეს სიამოვნებს ესე რომ ეძახიან ხოლმე. რაღაც мотиваციას მაძლევს რომ უფრო დებილობები ვქნა ხოლმე. ხო, რაც შეეხება მაფიას. მაფიოზი ვარ შინაგანად, ესე არ ვიცი ამათ ესენი თამაშობენ რაღაცებს ერთობიან. მე იტალიაში მართლა ვიყავი მაფიოზი, ორი კაცი მოვკალი და დავბრუნდი საქართველოში. დამატებითი ინფორმაციები კიდე რაც შემიძლია გითხრათ ის არის რომ სულ მაქვს 4ჯერ ათამაშები მაფიოზობანა და 4-ვეჯერ პატიოსანი ადამიანი ვიყავი და გავარდი. ამიტომაც დღეს არის დღე რომ ვიყო მაფიოზი. დღევანდელი G2-ს თემა არის კრამიტი. მოხვედრია ოდესმე? არა, რატომ მომხვედროდეს? რავი, მაინც. არ გიყვარს დალევა კრამიტი. ხო გიყვარს ექსტრემი? ხო, მაგრამ მე კრამიტი ვსვა. რა სვამ? ღვინოს და არახს ერთად. იმიტომ რომ ექსტრემალურია. შენ არ გიყვარს კრამიტიდან დალევა? მე ალკოჰოლი დიდად არ მიყვარს, მაგრამ წვენი. საინტერესოა. აი წვენი, კი ფორთოხლის წვენი ან ეს ბუღას რო ეძახიან თუ რა. კრამიტიდან დალიო წვენი. ოკეი, ჩადოთ? დაწურო ეს. ჩამოას. კრამიტზე დავწუროთ. ესე ჩამოისხმება. კრამიტზე შე. ხო, კრამიტი კაიგია. კი, კაი. ოკეი. კრამიტი არ გასპონსორებთ თქვენ არა. კრამიტების კომპანიას მიმართავ, რომ შეგვიძლია კრამიტიდან დავლიოთ. ან კრამიტი ავიფაროთ სახეზე პირდაპირ. თქვენ მომისთ კრამიტიდან მე მოგიხერხებთ ყველაფერს. დღევანდელი G2-ს ქუდის თემა არის მონობარათი, რომლიდანაც მე არ დამირეკავს, იმიტომ რომ ვერ მოვასწარი პატარა ვიყავი. მონობარათი? მონობარათი ის არ არის მინგაბალი, არა, თუ მაგ დროს არისო? მაგ დროს იყო მონობარათი. შევერ მოისწარი როგორ მე. ანუ მე ჯერ ტელეფონი არ მქონდა, პატარა ვიყავი. შენზე პატარა მე ვარ და ასაკს არ ვიტყვი აქ მაინც დავტოვებ ეს ინტრიგა, მაგრამ მონობარათები ძალიან მაგარი იყო. იყო. გადაგიფხიკა და რაღაც. ტელეფონი მეც არ მქონდა. მე მქონდა გასახსნელი ტელეფონი ესეთი და დერე ალავიო რო ეძახდა საბავშვო. საბავშვო მე. კი. გასახსნელი ძალიან. აი ნა აი. გასოს ხო? კი. კაია. მეც ეგ მქონდა მოკლედ. ხო. მონობარათი. საინტერესოა. კი, ესეთი დღევანდელი G2-ს თემა დახურულად ვაცხადებ მე პირადად. მოკლედ ლუდისას ჩელენჯი არის ჩემთან და ამას თუ გავაკეთებ 300 ლარს მაძლევთ ხო? აუ რა ხილა რაღაც წერი. ნულოვან წრეზე თქვი, რა უცნაურია ამდენი გოგოზის მაგიდასთან და მე მაინც ყველაზე ლამაზი ვარ. 300 ლარს მივიღებ თუ შევასრულებ. რა თქმა უნდა, მაგას თქმა უნდა და ანუ თქმა უნდა, მაგას მაინც სხვა მაღლა უნდა თქო? ხალხმაც რო იცოდეს? კი, ბაზარი არ. მე ყველაფერს შევასრულებ. იქ მე ვიბნები ხოლმე მაგიდასთან. მაგრამ ამჯერად იმედი არ დავიდე. გამარჯობა, მე ვარ კატო, ვარ TikToker და content creator. მაფია ძალიან მიყვარს. ეს არის ჩემი მეორე თამაში უკვე მაფიაში. პირველი თამაში დებიუტი დასრულდა გამარჯვებით. წინაზე აქ რომ ვიჯექი, ჩავიფიქრე, მინდა ვიყო შოუნი და მოვიგო ის თამაში თქო და ამიხდა. დღეს არ ვიტყვი, გულში დავიტოვებ რა მინდა რომ ვიყო და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ წინ კარგი თამაში გველდება. გამარჯობა, მე ვარ იოანე, თან TikToker-ი ვარ და თან ოფისში მუშაობ. მაგაზე თუ ნახავთ ჩემს კონტენტს ხო ვერაფერზე. მაფიას საერთოდ არ ვუყურებ, არც ერთი გადაცემა არ მინახავს და პირველად ვარ თან სათამაშოდ მოსული და ვნახოთ აბა რა იქნება. კაი, მაფიას თუ არ უყურებ, მაშინ რატომ მოხვედი აქ? ანანო მითხრა გადაცემაში და ჩაგწოროთ და უნდა მოხვიდეო. ხათრით გამო. ხო, ხათრის გულზე მევედი. ოღონდ თან სხვა დღეს წერდნენ და ხა დღეს პირველი დღეა დასვენება რომ აკვირის დღეს და მაგიტომ მევედით რომ ისე ამ დღეებში ყოველთვის მუშაობ დილის 9-დან 7-მდე. ოჩახ შენ, მე სხვათა შორის ოღონდ 10-დან 7-მდე. მეც ოფისის მონა ვარ. ერთი გასაჭირი გქონია. კი. ახლა ნუ ვიხდები ის და გაატარო რა ფულადი პრიზი. დღევანდელი G2-ს ქუდის თემა არის TikTok-ზე ძალიან ცნობილი ტრენდი 100 კაცი უპირისპირდება 100 გორილას, მაგრამ აქ ცოტა შეცვლილია, აქ არის 1 კაცი თუ 1000 გორილა. რომელი მეერევა. მაგრამ ჩემი აზრით კაც გააჩინე. 1 კაცი თუ 1000 გორილა, მე უცებ რატო სხვა ფიქრია და წავედი. რა უნდა რომ თქვა? ძალიან დიდი ფოტოში, მე სხვა ფიქრებში წავედი და ფიქრობდი რომ მეთქი კაცი ჩემიც არ ჩემი ვიდა ისეთ. აზრით გააჩნია ხა 1 კაცი ვინ იქნება? ვინ მოერევა 1 კაცი თუ 1000 გორილა? შეიძლება იმნარი კაცი იყოს თან, რომ მისიანი ეგონოთ და დაარეკრუტონ ადგილზე 1001 გორილა. შეიძლება კი. სახას დაგვარს რა დავასახელებ. კომუნობის თავმჯდომარე თქვენი გამერის. რა ვიცი, მეც ვერაფერს ვერ ვიტყვით რა. უეჭველი 1000 გორილა ერევა 1 კაცს, მაგრამ კაცაც გააჩნია რა. ან შეიძლება მისიანი ეგონოთ ან ადგილზე შეჭამონ. ხო, შესაძლებელია. კი. კი, მე დავიწყო კინგ-კონგი
გულზე ხელების ბრახოს არ ეკეთქვინიანი ვარ. თავს არ შეწირავდი. შესაძლოა მაგათი მეფეს გამხდარიყავი მე. აბა, ოდნავ განვითარებული გორილა. კი. და გემართა. გემართა მთელი სექტა. ჩემს ბანკს გავხსნიდი, იქაც ეს წავაღები. იქაც მუშაობას იწევ კაცო, იქ მაინც დაისვენ. იქ სხვა მუშაობები. იქ რაღაც ბანანების უფრო ის უნდა მოხოდო, რა ქვია. სათბურები გააკეთო და ბანანები გააშენო და გეყოლება 1000. წავედი ეკვადორში. ეკვადორში არიან გორილები, არ ვიცი. კარგი, დღევანდელი G2-ს ქუდის თემა არის აფერ ამეიხნოშა დაიღალ. ყიზილბაშები. და რა ვიცი, ჩემს წინაპრებს იმდენი ტკივილი აქვს ამის გამო გადატანილი, უბრალოდ სიტყვები არ მყოფ. ეს ისეთი სამწუხარო თემაა, რომ ამაზე არც კი ვიცი საერთოდ როგორ უნდა ვიხუმრო. არა, ყიზილბაშებზე არ უნდა ვიხუმროთ ხალხო. ჩვენი გენი 3 მილიარდი წელია მოდის და რაც აი ყიზილბაშების თემა იყო 200-300 წელი საქართველოში. და ხა ყიზილბაშებმა ვერაფერ ვერ დააკლეს ჩემს გენს პირადად, ხო ვინ შეეწირა ღმერთმა გაუმარჯოს აცხონოს ღმერთმა დიდი მადლობა რომ ჩემი გენი აქამდე მეიტანა, მაგრამ შევთხოვით კეფაზე ხალხი ხო არ გაქვს. კი. 2 1000 ყიზილბაში თუ 1000 გორილა მე მხარს დავუჭერ 1000 გორილას და ჩათვალა 1001 გორილა დგას იქ ამ მე თუ იქ ვარ 1002 ვეხმარები გორილებს ჩემი აზრით რაც შემაწინაბარმა ვერქნა მე გავაკეთებ კი ბატონო რაც მაგათმა დააკლეს ჩვენა უნდა ზღაურებთ ორად დიახაც ეზეპაში გვეზისყებიან ზულან იგენი აღარ არიან მე ვარ გორილებიც არიან. გორილებსაც მოგიათ და ჩვენს ყიზილბაშებმა წააგეს. ახლა მომიტანეს ავალება, ამას ქვეთ ავალება იოანეს. აქ რაც ეწერება, იგი უნდა გავაკეთო. მაგრამ სიტყვიერია, ახლა მე აქ დაჯმანებს კითხვას ვერ დავიწყე. შენს მეწყვილეს გამოუწერე დიეტა. გააჩერა ის დიეტა, ამას თუ მოსამატებელი დიეტა. არა, მომატებელი. დიღმის ქარმა ჩამაიყვანა აქანი, არ. შეხედეთ ხალხო. და დიეტა იქნება, ახლა მე დაგიწერ დიეტა, შენ მოსამატებელი დიეტა იქნება. ანუ უეჭველი ვიმატებ წონაში. იმატებ. რა უნდა დაგაკლდეს ახლა შენ თორე, მაგრამ თუ არ მეიმატებ თორე. აი, მოვიმატებ. შენი მოსამატებელი დიეტა იქნება დილას ბორანო, აჭარული ბორანო. ბორანო არ მაქვს აჭამი არასოდეს. მაგას გეუბნები მე, რომ შეჭამ მე მეიმატებ. ესაგებია. ბორანო, ყველი, კაი, ერბოში. იახში ყველის უზახით ქობულეთში, მაგრამ ბორანო იკითხეთ გაჭმევენ ქობულეთში. მერე შუა დღეს კაი იახნი, ხორცი ხომ გიყვარს? კი. მე არა. მაგით შენ ისეთ საჭმელებს მიწე რაღაცა ძალიან ლაქშერობაში გადავედი. მე არ ვარ მასეთ კარგ კერძებზე გაზრდილი. დიდგვაროვნები ჭამდნენ იახნეს ქობულეთში. დიდგვაროვნები იქეთ ქობულეთში. მე ჭიათურელი ვარ. როგორ არის? მიქაცაძე, გლეხის მეზობელი. აიცენ ახლა ქობულეთში მიქაცაძე იგი არა ქვია. ხმა იყო თუ? მე გეუბნები კაცო, მე ხო ვიცი. დიდგვაროვანი იქნება. კი ბატონო, ბორანო დავიმახსოვრე. ხარ ივანო გამომაგზავნო და გაჭმევენ იახნი. იახნი და საღამოს რა ვიცი, მაჯუნი. ეს უნდა ჩავიწერო ისეთ სახელებს მეუბნები მე. აგერე შეიწერს ადმინისტრაცია, ვინც დამავალა აგი. ხო. დილას ბორანო, შუადღეს იახნი, საღამოს მაჯუნი. და მე ზემოდან შეიძლება კიდე ბურმე დააყოლოს. რაც გონია რომ ცუცი. იქითა არა იცი რა გემრიელია. ხო. იქითა ჩაწერაზე კატო მოვა, რა ვიცი. დიდ დივანზე დაждდომას მე იტყოს აგერაფერს. გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ანანო. ამ სეზონზე მოვედი მე-4-ით და მე მაქვს 3-დან 3 წაგება, იმიტომ რომ ამ თამაში ვიღაცა წაგებულიც უნდა იყოს და ეგ ვიქნები მე, მაგრამ იცით რა მოვიგე? თქვენი გული, რაც სრულიად საკმარისია. მეტიც. საკმარისზე მეტია. გამარჯობა, მე ვარ თიკა კურტანიძე და არანაირი გამოცდილება არ მაქვს მაფიაში. მე 5 სეზონში ვარ პირველად და უკანასკნელად. ნახოთ. ესე უცებ გადამხაზეს? არა. თიკა, მე მჯერა შენ. დიდი ინტერესი სხვათა შორის ამ თამაშის მიმართ არ მქონია. დალით მოვიყვანეთ ნამდვილად. პროექტი დავაბი და მე მოვიყვანე ბორკილები ადრესე ხო უბრალოდ არ ჩანს. ანანოს ხათრით მოვედი. ჯითუჯი ვინ არის არც იცის? აი ეს გახოშია და დიდი ხანია მწერს და უბრალოდ აი შეუძლებელი იყო რა ახლა მართლა. არა, ჩემი ვეხვევე მუდარეთ. და მეცადა რა, ანუ მეთქი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მეშინოდა რა, მეთქი ანუ თამაშის აზრზე არ ვარ. ამას ყველა დაინახავს ისედაც თამაშის დროს, მაგრამ ნუ დავიხვეწები რა, თუ გადავრჩები. თუ გადარჩები და ერთი 20 ჯერ კიდე თუ ესეთი მუხტით თუ ხარ მოსული, ვერ გადარჩები შანსია აქვს. მაგრამ თიკას გაუსპამოთ, რომ კაი გოგო ხარ და ისწავლე თამაში. მე ჩემი თავი ძალიან აზარტული მეგონა, მაგრამ YouTube გადაცემებში რომ მივდივარ, მე ხვდები რომ არა თიკა. ეგ აზარტი არ ყოფილა აზარტი. ქონია გამოცდილება? კოსტუმით მოვედი, ალბათ ექიმის როლში ვიქნები. ჩვენი G2-ს ქუდის თემა დღეს იქნება, ოპა. მე-9 ბლოკი. იცით რა, მე
გლდაში არა თუ სადა. აზრზე არ ვარ, მე-9 ბლოკი რა არის. მე თბილისშიც ვცხოვრობდი, შესაბამისად შუქი არც მქონია. თქვენ თუ ეს ხო ის იყო რომ მე-9 ბლოკს თიშავდნენ ან თავდნენ, ხო ეგ იყო? ფეთქდება, არ ვიცი ძმაო. მე საერთოდ არ მქონია, აი თბილისში თუ თავდნენ, ხოლმე ჩვენთან არც არ თავდნენ. მე ჭადრაკით, დამკად, ყველაფერი მაქვს ნასწავლი სანთლის შუქზე ბებიაჩემმა მასწავლა. თქვენ თბილისელი ბრძანდებით, თუ შეიძლება თქვენ მოგვიყევით რა ხდებოდა მე-9 ბლოკის დროს. სხვა რომ ამოვიღო არ შეიძლება აზია რა ვარ მართლა მეჩემ. ეს ვაფშე ჯენზი ყავს, ეს საერთოდ არ მოსწრებია მაგ მე მე-9 ბლოკი კი არა, უდენობა და ეგეც არ ვიცი რა ხილი, ანუ მე უდენობა ოჯახიშვილი ხო არ ბრძანდებოდით ჩემთხოვით და ის ხო არ ქონდა დვიჟოკი. არა 2001 წლიანი ვარ უბრალოდ და ეგ 90-იანების გადმონაშთია უფრო და 90-იანების გადმონაშთი ცოტა გულში ლახურად მომხოდა. რა ვქნა 2001-იანი ვარ. აი მე ცოტათი ავწდი რა ანუ. უი რამდენი არჩევანია. ბოლოები ვარ, არ დაგეგვიენა და 4 საათი და ყველაზე ცუდები შეხვდა აქ. მეტალოპლასმასი. მე ძალიან მიყვარს მეტალოპლასმასის კარფანჯარა. გააქვთ? აი ჩვენ 90-იანებში ეგენიც არ გქონდა. მეტალოპლასმასი და ალუმინი საერთოდ სხვა დონეა, მაგრამ მეტალოპლასმასი ძალიან კარგად ასრულებს თავის ფუნქციას, მაგრამ დიღომში ახლა სადაც ვიმყოფებით, ქარს მაინც ატარებს ესეთი რაღაც გამინია. ხო. ქარის ხმა არის ხო, აი წვილი რო შემოდის ხოლმე ქარის. მე მაქვს სამი ფანჯარა, ანუ სამფენიანი ფანჯარა მაქვს შესაბამისად ქვემოთ რა ხდება, საერთოდ ბომბი რო დამეცეს ვერ გავიგებ, ისე კარგად ანუ კარგი იზოლაციას აგეთებს. სერიოზული იზოლაცია მაქვს. ანუ ალბათ დაყენებასაც მნიშვნელობა აქვს. და აი სამშრიანი შველის. თქვენ გარკვეული ბრძანდებით რემონტში რაღაცა გაჯიანი ხელებით ხართ მოსული. კი, ნამდვილად, ну, ჩემი იმიდან გამომდინარე, ხა მიწევს ყველაფრის შესწავლა, მეტალოპლასმასიდან ყველაფერი ეგ გვაქვს ცოტა შესარემონტებელი, საპოდკასტის სივრცე უნდა იყოს და თქვენ ჩაგასხმევინებთ. კი ბატონო, თუ გინდა ხმის იზოლატორებიც მე ესე მივაკრათ. დავაი. რამდენ ლარს იღებთ? ძვირი. კვადრატული? ძვირი, ვერა. იაფში გავკეთეთ ახლა. სალამი, ჩვენ ვართ დაშლილი არხების წარმომადგენლები. ეს არის ნიკოლოზ რაბანოვი ასურეთიდან, მე ვარ გიორგი ქორიძე თბილისიდან და ნიკოლოზ რა არის? კონტრასტმა არ შეგაშინოთ, მეგობრებო, ერთ ტალღაზე ვდგავართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. რა არის შენი სფირით ენიმალი? ბატი? ალბათ რომირო გადაარჩინეს ბატებმა ეგ ამოგიტივტივდა თავში. ჩემი სფირით ენიმალიც გაინტერესებთ ალბათ რა არის და მოდი იყვეს გოზიდაკი. არა მართლა ეს ხუმრობა იყო. ჩემი სპირით ენიმალი არის კოალა. კარგი, დღევანდელი ტაქტიკა რა იქნება შენი რაბან? გინდა რომ MVP გახდე? არ ვიცი. არც იქით არ ვეწერები არც ერთ გულში რა, ალბათ. ანუ MVP-ისთვის მოდი ხარ? მე აქ იმისთვის ვარ მოსული, ალბათ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაწერა რომ რაბანა კიდე გვინდაო და ამა ხო იცი რა ხათრიანი ხალხია და მოდი შენ ხათრიანი ტიპი ხარ თან და ჩამოხვდი. თორე მე დიდად არ მეხატება გულზე ეს თამაში, მინდა აღნიშნო. სხვათა შორის მე ადრე არ მეხატებოდა გულზე ეს თამაში, მაგრამ იაკუძების დამატების მერე გამინახევრდა ეგ უარყოფითი დამოკიდებულება მაფიაზე. არა, ეხლა ბევრად საინტერესო თამაში მიდის უზო. ხო, იაკუძები რო არის, ჩემთვის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გუნდი იჩითება უცბად. ძალიან არეულობაა და ვიღაცებს გონიათ რომ პატიოსნები ძალიან იჩაგრებიან, მაგრამ ეგრე არ არის. იაკუძა მაფიას თუ შეუტევს და რაღაც საოცარი თამაში გამოდის. წინაც ეხლა ძალიან საოცარი თამაში იყო იქ. 4-ნი რო იყვნენ დარჩენილები, ერთ-ერთი ძალიან კარგი ტიპია. დამოწერილი მყავს ტემუდან პირველი ნომერი და ვაკოცებ თუ სადმე შევხვდა. G2-ს ქუდის თემას ამოვიღებ, მე მიყვარს ცოტა აი მასკულანური ამოღება რა, აი ესე უნდა ამოვიღო ეხა და 10 წამი აქვს გადაიფიქროს ადამიანმა და სხვაგან გაწიოს. აუ თუ ნაკლები ვქნა მე ვიყო კუ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. და პირველი G2-ს თემა არის სოფელი, არა, სოლფეჯიო, მეთქი სოფელს. სოლფეჯიო. სოლფექიო წერია? სოლფეჯიო წერია. კარგი, სოლფეჯიოსთან ასოცირებულია. სოლფეჯიო რა არის, იცი? სოლფეჯიო რა არის? არა არის. დროზე ეკივოქს თამაშობ. არა, სხვა სიტყვა. ეკივოქს თამაშობ. რამდენი წლის ხარ ნიკუშა? სხვა სიტყვა. რა სოლფეჯიო? სოლფექიო ბიჭო. სოლფექიო არაფერი არ არის, სოლფეჯიო არის. რამდენი წლის ხარ ნიკუშა? აბა სოლფეჯიო რა არის? 29.
რა არის საბადიკუშა სოლფეჯიო? აი დაიცა. კარგი რა. 29 ხარ პატარა ბავშვი არ ხარ. ადი, მე მგონია რომ ცოლი მოიყვანა. რა შეიძლება იყოს სოლფეჯიო? არ ვიცი. მითხარი რაღაცა მაინც. მე ჩემ მაგალითს. არა, მე შენ მითხარი და იქნებ ინსპირაცია მივიღო და მე ჩემი აზრით სოლფეჯიო არის რაღაცა ეს, რა ქვია. აი მდგომარეობა. რაღაც მდგომარეობაში რო ხარ ადამიანი. spiritual რაღაცა. ხო, აი რაღაცა რა. სოლფეჯიო. ზე არ დავდიოდი სხვათა შორის მე. უცხოელი ცოლები. უფ. გიდათ რომ ეს დარჩეს აუცილებლად ეს თემა? უცხოელი ცოლები როგორც ვიცი დაოჯახებული ხარ რა. როგორც ვიცი, თავადაც დაოჯახებული ხარ, მაგრამ უცხოელი მეგონი არც ეს. უცხოელი ცოლი გეყოლებოდა თუ არა? კი, რატო არა? მე არა. რატო არა? რავი, მე დაოჯახებული ვარ და მინდა რომ თეის ცხოვრება ერთად ვიყავთ მე და ჩემი მეუღლე და შენ უცხოელი ცოლი რატო გეყოლებოდა? რუან ყოლოდა თუ არ მიგითხავს. არა, ესე იგი შენ სპეციალურად მახე დამიგე და მე წამოვიგე. არა, მე ერთი სული მქონდა. არა, გეთქვა რომ არც მეთქვა და ჩაგხუტებოდი. დავალება მომაწოდა ხელში ერთმა არაჩვეულებრივმა პიროვნებამ მოგაწოდო. ნუ ხარ უზდელი. ჩამოთვალე მოსასხამიანი სუპერგმირები და გითხარი რომელი ხარ შენ. ეს საუბრად ცუდი რამე გამახსენე. მოსასხამიანი სუპერგმირები თუ გინდა გაგეხმარები. ედიტი არა ეწამე ედიტისთვის ეხა დამაედიტეთ რომ ვითომ იმას ვიხსენებ რაც მაშინ მე მგონი დაგაედიტეს უკვე. всё, კაი. ისე. მოსასხამიანი მახსენდება. მე ვიცი ბეტმენი, სუპერმენი. ბეტმენი, სუპერმენი, ჰოუმლენდერი. მეგატვინი. მაგრამ სუპერგმირი მთლად არ არის, მაგრამ მეგატვინი არ არის სუპერგმირი? მე რა შუაში ვარ მეგატვინთან, თორე კაი. არა, ჩამოთვალე ვარ. ჩამოხო და ჩამოთვალე. მეგატვინი ტიტანი მეგატვინში როა? არ ითვლება მართლა? ბიჭო, არ უყურე. ისა ვანდასაც ხო უკეთია, ვანდა არ ხია? ვანდა არის. უკეთია, ის მოსასხამი აქვს, რო რამე. ვანდა არ ვიცი, მამიდა ჩემს ერქვა. მამიდა ჩემს ლუიზა ერქვა. არა, ქვია უბრალოდ ღმერთმა კარგად ამყოფოს კაცო. ხო, მამიდა ჩემს ერქვა. მართლა. ისა. კიდე ვინ გახსენდება მოსასხამი? მე ვერ გადაბრუნდა კამერა. ბიჭო, მე ძალიან ბევრი მაქვს ნანახი და უბრალოდ კაი, რომელი ხარ შენ? მე ბეტმენის გარდა. არც ერთი არ ვარ, მე ნიკოლოზ რაბანოვი ვარ. სრულიად ახალი სუპერგმირი, რომელიც ამ ქალჯიკია. ვარ 24 წლის ხები რომიო ბენდს. ჩემი სიმღერა, ჩემი სულია, ჩემი სტილია და მე ჩემ თავს. მეგონა, ჯინორიას არ გავს, აი მართლა. დიდი ბოდიშით, მაგრამ ჟივრის წევრებს არ ვიცნობ. ჩემი სიმღერა, ჩემი სულია, ჩემი სტილია და მე ჩემ თავს ხედავ ამაში.